მოგესალმებით, მეგობრებო, უნგრეთში დღეს მნიშვნელოვანი არჩევნები არის და მაინტერესებდა რუკაში რა ხდება. ქვეყნის რუკაში თვითონ ეს მოწინააღმდეგეებს შორის რა შანსები არის და თქვენთან ერთად მინდა გავიარო. ეს ტენდენციები გულახდილად რო გითხრათ, მართლა იმდენად ორივე მხარეს როგორც ოპოზიციური ლიდერს, ისე ამ ორბანს იმდენად მაღალი შანსები აქვთ, რომ მართლა არ ვიცი, საერთოდ გადაიხრება უფრო ეს კანკარა, ესე რომ ვთქვათ, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვან კომბინაციებს შევხედავ და თქვენ თვითონაც ნახავთ, ვთქვათ, ვისკენ არის უფრო მნიშვნელოვანი წარმატების შანსები. პირველ რიგში მარტივად რო გითხრათ, თვითონ ესე ორბანის რუკაზე პოზიტივი მისთვის და რისკი რა შეიძლება იყოს. პოზიტივი ის არის, რომ იუპიტერი ყავს მას ვერძის ზოდიაქოში და ვერძი ეს არის ცოტა უხეში მმართველობა, ლიდერობა, ესეთ მებრძოლი ენერგეტიკა, ხო? მისი იუპიტერი ლიდერობის ენერგეტიკას ავლენს ძალიან, რომ აი მარტო მე რასაც ვიტყვი, ის უნდა გაკეთდეს მაგალითად და ახლა ტრანზიტული სატურნი, მზე, მარსი, ნეპტუნი არის ასევე ვერძის ზოდიაქოში. ახლა გადავიდა მარსი, ნეპტუნის შეერთება არის დღეს და ხვალ უკვე პიკი არის ამ შეერთების. ანუ შევხედავთ, რომ მის მხარეს, მისი იუპიტერის მხარეს საკმაოდ დიდი აქტივობა არის პლანეტების, რომელიც სერიოზულად უპირატესობას აძლევს ამ არჩევნებში. იმიტომ რომ თვითონაც იუპიტერის ზონაში, როცა სატურნიც მოდის, ეს უკვე ნიშნავს, რომ დიდ გაფართოებას აქვს საფუძველი სიმყარეში, სტრუქტურაში გადავიდეს. და ნუ ამ კუთხით თან იუპიტერი, თან ახლოს, როდესაც არის მარსიც გადასული, ეს უკვე ნიშნავს, რომ ენერგეტიკა სამყაროსი უფრო ვერძული არის ახლა. უფრო ვერძული ენერგეტიკის მხარეს არის, ვიდრე ნუ სხვა ნიშნებში, ხო? და ეს სერიოზულ შანსებს აძლევს, მაგრამ არის ძალიან მნიშვნელოვანი მაგრამ. ჩვენთან ასტროლოგიაში ურანი ქმნის მოულოდნელობებს, არასტაბილურობას და ისედაც ურბანი ურანულ ენერგეტიკაზე დგას, იმიტომ რომ მას აქვს ურანი-მარსის შეერთება და ეს ნიშნავს მოქმედებაში არასტაბილური არის თვითონ, ძალიან სწრაფად ლავირებს, სწრაფად შეუძლია შფოთვა აქვს შინაგანი სავარაუდოდ და სწრაფად შეუძლია დაიჭიროს ცვლილებების ტალღა და გაუმკლავდეს მოულოდნელ ცვლილებებს. ამ ურანს ასევე ნეგატიური კვადრატი აქვს მარსთან და მზესთან და ეს ნიშნავს, რომ თვითონაც არასტაბილური ფიგურა არის სადღაც და თვითონაც სულ რომ მზად არიან მოულოდნელობებისთვის, მაგალითად, მაგრამ აი ახლა ტრანზიტული ურანი ასევე უკეთებს ზუსტ კვადრატურას მის მარს და მის ურანს და ფაქტიურად მალე შევა უკვე მის მზესთან. გულახდილად რო გითხრათ, ეს ასპექტი იძლევა იმას, რომ ისეთი მოულოდნელობა შეიძლება მოხდეს, რასაც თვითონაც საერთოდ არ ელოდება. თუმცა მე რას ვფიქრობ, იცით, ვთქვათ თუ არის, რომ აი ეს იუპიტერი ვერძთან მთელი კონცენტრირება ვერძული ენერგეტიკის ზონაში პლანეტების მისცემს, ვთქვათ, გამარჯვებას, მაინც არ იქნება ეს ხანგრძლივი. სულაც რომ გაიმარჯვოს ახლა ამ არჩევნებში, სადღაც ურანი მას ან ჩამოაგდებს, ან ესეთ რევოლუციურ სცენარსაც კი მოუწყობს სადღაც, შესაძლებელია, იმიტომ რომ თან ტყუპებია ზოდიაქოთი და თან რო შედის უკვე ტყუპებში ურანი და კვადრატურას უკვე უკეთებს მის თავარ ესეთ მარს და ურანს ძალიან დიდი შანსი არის არასტაბილურ ენერგიას შექმნის. ეს მოულოდნელი ჩამოვარდნების ასპექტი არის, მოულოდნელობის, რომელსაც საერთოდ ვერ გათვლი და ამის შანსი არის. და სულაც რომ ახლა გაიმარჯვოს, მას აქვს არასტაბილურობის სერიოზული რისკი. პლუს, როდესაც იუპიტერთან მიდის სატურნი, ეს ნიშნავს, რომ რაღაც ტვირთი იქნება მისთვის, სადღაც ეს გამარჯვება, თუ ექნება გამარჯვება, სერიოზული ტვირთი იქნება, რომელიც მერე ურანი ჩართავს ამას როგორც არასტაბილურობას და რადგანაც ახლა აქ ისეთი კომბინაციები აქვს, მაგალითად ჩამოთვარე ყავს მორიელში და თან ტიპაჟი არის ძალიან რას ამბობენ მასე, რომ ძალიან კორუმპირებული ფიგურა არის, ხო? შეიძლება ზუსტად ლილიწე დაარტყან და კორუფციულ სკანდალებში გაეხოს სადღაც, ხო? ან კორუფციული სქემები ამოუტივტივონ მაგალითად. და ეს აი ზუსტად ვერ ვიტყვით, იმიტომ რომ თან სატურნი ძლიერი ყავს, მერწყულში ყავს და თვითონ ფიგურა
აი ახლა როდესაც კონცენტრირება ხა შაშან რო ყოფილიყო არჩევნებში, შეიძლება მას სერიოზულად ნაკლები შანსები ჰქონოდა. მაგრამ ახლა სერიოზულად არის მის მხარეს კონცენტრირებული ენერგია. ახლა როგორ შეიძლება თქვათ თუ არჩევნებში მოიგებს, რა შანსები შეიძლება ჰქონდეს. აი ახლა ტრანზიტულად მარსი, ნეპტუნის შეერთება არის ვერტში. მარსი არის მოქმედება, დრაივი, ნეპტუნი ქმნის ქვეშ-ქვეშა დინებებს. ანუ მოქმედება ფარულად. თან ახლა მის იუპიტერთან არის ეს მარსი, ნეპტუნის შეერთება და ოპოზიციურ ლიდერს ზუსტ ოპოზიციას უკეთებს ეს შეერთება მარსი, ნეპტუნის მის იუპიტერთან, იმიტომ რომ აი ზუსტად საპირისპირო ენერგია აქვს ამ ოპოზიციურ ლიდერს. სასწორში ყავს იუპიტერი და სატურნის შეერთებაში. თვითონ ფიგურა საკმაოდ ძლიერი ენერგეტიკის იქნება და საკმაოდ აი რაღაცა მისია რო აქვთ ხოლმე, ხო? აი რაღაც კარმული მისიას ესე რომ ვეძახით თან მე-10 სახლში. ამ ადამიანის იუპიტერის სატურნის შეერთება ეს ნიშნავს რაღაც განსაკუთრებული მისიით მოდიან ხოლმე ამ ქვეყანაზე. პოლიტიკის სფეროს ჩვენთან იუპიტერი მართავს, მე-10 სახლი ეს არის რაღაც პასუხისგებლობები უნდა ავიღო. ისედაც სატურნი იუპიტერის შეერთება ქმნის იუპიტერი როგორც ღირებულებათა სისტემა, როგორც კანონი, როგორც პოლიტიკური ფართოხედვა და სატურნი გვერდზე დგას როგორც სტრუქტურა. და ამ ადამიანის მთავარი ესე გაფართოება დგას სტრუქტურაზე, საძირკველზე, სიმყარეზე. და ეს ენერგია საკმაოდ იშვიათი არის ზოგადად, ესეთი შეერთება თან სასწორში სატურნი ძალიან ძლიერი არის და სამართლიანობის უმაღლესი პრინციპიდან გამოდის. ეს ადამიანი სავარაუდოდ საკანონმდებლო დონეზე ძალიან ბევრი რაღაცის შეცვლა მას შეუძლია, იმიტომ რომ თვითონ ეს შეერთება არის უკვე საკანონმდებლო დონეზე სამართლიანი უნდა იყოს ყველანაირი გადაწყვეტილება თანამშრომლობაზე და თანასწორობაზე უნდა იყოს დაფუძნებული თვითონ ღერძი ამ პრინციპის ეს არის თან ყავს მას კარმული მისია ლომის ზონაში და ეს ნიშნავს აღმავალი კარმული კვანძი ლომში რომ ის ლიდერი უნდა იყოს ის სადღაც ესეთ კრიზის მენეჯერიც იმიტომ რომ მეორე სახლში არის მისია და საკმაოდ დადებითი რუკა აქვს აქ ლიდერის ნამდვილად ლიდერის რუკა აქვს ამ ოპოზიციურ ლიდერს და თან ერთი ძალიან მნიშვნელოვანი რაღაც მომხდა თვალში გვაქვს ასტროლოგიაში ესეთი მფარველი ანგელოზი რომელიც აჩვენებს ხოლმე ნათელი კარმა სად აქვს ადამიანს მაგალითად მერაბ კოსტავას ყავდა მფარველი ანგელოზი იუპიტერთან შეერთებაში ვერძის ზოდიაქოში და ეს იყო სულიერი ლიდერი მებრძოლი ნათელი კარმით. ნამდვილი ღირებულებები რო ამოძრავებდა მას, ხო? და არა პირადი კარიერა, ხო? აი სელენა ქმნის ესეც სისუფთავეს, რასაც ეხება, ის კარმულ სისუფთავეს ქმნის. ამ ადამიანის რუკაში ზეს აქვს სელენასთან შეერთება, მფარვალ ანგელოზთან და მარსი სელენას შეერთება. მარსი იგივე ვერძული ენერგეტიკა არის და მებრძოლის ენერგეტიკა არის. ანუ მე რასაც ახლა ასტროლოგიური კომბინაციით უყურებ, ამ ადამიანს უნდა ქონდეს შინაგანი, სერიოზული, ავთენტური სისუფთავე, ის რასაც ამბობს, იმ ბრძოლაში ნათელი ძალები შეიძლება უძღვებიან, იმიტომ რომ აქ უკვე სელენას ენერგია არის ჩართული, მარსი სელენას შეერთება, ეს არის მებრძოლი, მეომარი, სული და მზე სელენას შეერთება, ეს არის სულიერი ლიდერი. ეხლა იმას კი არ ნიშნავს, რომ ყველა იყენებს ხოლმე ამ ენერგიას, მაგრამ როცა შემოდიან ესეთ სახელმწიფო სფეროში, ესეთი ადამიანები აქ ავთენტური არის, მე სავარაუდოდ ადამიანი, რასაც ლაპარაკობს, ან რა ღირებულებებსაც ავრცელებს, ეს საკმაოდ სელენას ენერგიის არის ნაკარნახები. როგორც წესი ვამბობთ ხოლმე, მაგალითად ჟანა დარკს რომ მფარველი მურიელში ყავდა და ის ამბობდა რომ მას სულიერი ძალები ელაპარაკებიან და ამ ბრძოლაში ისინი ამარჯვებინებენ, ეს არის ჩვენთან არქეტიპულ დონეზე სელენას ენერგეტიკა. როცა შინაგანად ხარ სუფთა იმ ღირებულებებთან, იმ სინდისთან, იმ შინაგან წამსთან და რაღაც ძალას, სულიერ ძალას ფლობ, ხო? და აი ეს როდესაც ესეთ შეერთებით აქვს, მაგრამ თევზებში. ეს არის უფრო სულიერი ლიდერი. უფრო აი თევზები ჩვენთან არის ინტუიციური, დაფარული, რაღაც უფრო ნათელ ენერგიასთან არის კავშირში, სულიერი, დაფარული, როგორც ხელშეწირვა იდეა. ანუ რომ მე რაღაცა აი ნათელ სულიერ ღირებულებებს ვემსახურები და შემიძლია აქ ავიღო ხმალი, მარსი
ისე რომ ვთქვა და ვიბრძოლო ამ ღირებულებებისთვის. მაგრამ აქ ნახეთ ეს ძალიან საინტერესო რაღაც არის. ასევე შავი მთვარე ყავს მორიელში ამ ადამიანს და აქ უფრო არქეტიპული ბრძოლა შეიძლება დავინახოთ, რომ შავი მთვარე მორიელში იცით როგორ რაღაცა არის? სხვადასხვა ვარსკვლავური ომები გამახსენდა ახლა უცებ იქ რომ ახალი ბოლო სეზონი რო იყო შედარებით ახალი ვარსკვლავური ომების ლიტი მორელი ყავდა იმ ბიჭს სხვათა შორის რუკაში და აი ბოროტებას რო ებრძვის ამერ თვითონ რო ხდება ეს შავი ხო ესე რო ვთქვათ შემდეგ სერიპირას გადაიღეს მე კიდე ლიტ მორელს აქვს ორი მხარე ან არის მსხვერპლი რომელიც ბოროტებას ებრძვის და ან არის თვითონ ბოროტება ესე აი მთელი თავისი შავი ენერგია. აი განცდა მაქვს რომ ორბანი არის უფრო აი ამ კორუფციებით და თავისი რაღაც ესეთი მერკანტილური თუ დაბალი ღირებულებებით მორიელურ პირველ დონეზე და ეს მეორე ადამიანი არის რომელიც ამ ბოროტებას ებრძვის. მაგრამ შავი მთვარე მორიელში ხშირად ან მარცხდება ხოლმე ამ ბოროტებასთან ან შინაგანად ძალიან ბევრი ან თავის ჭრილს ებრძვის, მოდი ესე ვთქვათ, ხო, შინაგანად, სადღაც წინა ცხოვრებაში იყო ესეთი, კარმულ ასტროლოგიაში, ახლა ძალიან ფილოსოფიაში გადავედი, მაგრამ თან ყველა ჩემ ვიდეოებს ვინც უსმენთ, სწავლობთ ასტროლოგიას და უფრო გამოგადგებათ ეს ინფორმაციები, რაღაც არქეტიპულ ბრძოლას ვატარებ, ამას სიბნელის და სინათლის, ბოროტების და ინი და იანის, ესე რომ ვთქვათ, ხო? თუმცა ინი და იანი უფრო ესეთი ლაითი ვარიანტია, ვიდრე ხა აი ამ არქეტიპულ თემაზე რო ვილაპარაკოთ. და ამ ადამიანს ექნება შინაგანი, აი სელენა ვერძი, რაღაცა კარმული არის, თითქოს კარმულ ჯაჭვში არის ხოლმე ესეთ დროს ჩართული ადამიანი. და თან იქ იუპიტერი სატურნი, რომ კარმულად წინა ცხოვრებაში სადღაც ქონდა მას სავარაუდოდ ეხა ძალიან ისე ღრმად რო შევხედოთ ამ ადამიანის კარმას. აქ იცით როგორ რაღაცა ჩანს, რომ მას წინა ცხოვრებაში სავარაუდოდ თუ კარმული ასტროლოგიით წავალთ. ხო, არქეტიპებში თუ წავალთ, ხო? სატურნი სასწორი ნიშნავს, რომ აი ამ სამართლიანობისთვის ბრძოლაში რაღაც ძალიან ბევრი დაკარგა. და ძალიან დიდ შავ ენერგიას შეეჭიდა, სიტყვაზე ბნელს შეეჭიდა და ძალიან ბევრი რამე დაკარგა. როგორც წესი, ახლაც მოვდივართ ხოლმე იგივე სულიერი ესეთ კარმული ჯაჭვით. და ფაქტიურად აქ უფრო ცოტა სხვა კარმული ასპექტები ამ ბრძოლაში მასთან ჩართული. ვიდრე უბრალოდ ჩვეულებრივი როგორც ხან რიგითი არჩევნები არის ხოლმე, ხო, რაღაცა მნიშვნელოვანი ესეთი იდეა არის ხოლმე აქ. ახლა გულახდევთ რომ გითხრათ ეს ნეპტუნი მარსის შეერთება, რომელიც ფარულ დინებებს ქმნის მოქმედება ფარულად უკეთებს მის ნეპტუნს ოპოზიციას, მის იუპიტერს ოპოზიციას და სატურნიც უკეთებს უსტად სატურნს ოპოზიციას. მაქვს ესეთი განცდა, რომ შეიძლება რაღაც ისეთი დაფარული წავიდეს და ისეთი მოტყუდეს რაღაც საკითხებში, რაც ეგონოს, რომ ყველაფერი გამოვა დაფარულად მოხდეს მის ზურგს უკან, იმიტომ რომ ეს იუპიტერი სატურნი როცა აქეთ არის მის ოპოზიციაში, იქით ხდება რაღაცები. სავარაუდოდ ამ შემთხვევაში ორბანი რაღაცებს უდებს, ნეპტუნი მარსის შეერთება, ფარული ბრძოლა, რომელიც მის იმიჯს, მის წარმატებას იპარავს, მოდი ესე ვთქვათ. უბრალოდ ერთი რა არის იცით, როცა სატურნის ოპოზიცია არის, აი ხა ორბანთან სატურნი არ არის ესე ჩართული, იუპიტერთან არის უფრო მისი ტრანზიტული სატურნი. ამასთან არის უკვე სატურნის ოპოზიცია. ანუ რეალურად რუკით გაცილებით მაღალი შანსები აქვს მას. იმიტომ რომ გაცილებით ძლიერი ენერგეტიკაც აქვს ორბანთან შედარებით. აქ სერიოზული სულიერი ენერგიებიც არის ჩართულიო ესე კარმულ არქეტიპულ ასტროლოგიაში, რომ ვთქვათ. მაგრამ არის ერთადერთი რისკი იმისი, რომ აი ამ ნეპტუნი მარსის შეერთებამ ვერცხლში, რომელიც უკეთებს მის ოპოზიციას იუპიტერს, სატურნს ამას უკეთებს, რაღაც არ გამოეპაროს ისეთი, რაღაც ილუზიებში არ იყოს, დაფარული არ მიდიოდეს რაღაც ფარული ბრძოლა, რომელიც მას საერთოდ წარმოქმნა არ აქვს. არის ამის რისკი. გასაგებია, რომ ეს მარსი ნეპტუნის შეერთება ვერცხლში ხდება ორბანის იუპიტერთან. ეს უკვე გასაგებია, ვის სასარგებლოდ ხდება ეს ფარული ბრძოლები, ხო, დაფარული ნეპტუნი ეს არის, აი, ქვეშ-ქვეშა დინება, ჩუმი ომი,
იქნება სოციალებით, იქნება ეს უცხოეთით, მაგალითად შეიძლება ორბანს კონდეს უცხოეთიდან რაღაცა შანსები იქნება ეს ამორჩეველი, ან იქნება სხვა ძალები, იმიტომ რომ ნეპტუნი აი ამ დისტანციურ ენერგიას ქმნის, ხო, სადღაც და მე ესე ვხედავ აი თვითონ ასტროლოგიურად, რომელიც პირდაპირ ოპოზიციას არ ტყამს ამ ოპოზიციურ ლიდერს. თორე თვითონ ენერგეტიკულად ყველაზე ძლიერი ფიგურა შეიძლება იყოს და თუ ეს ადამიანი გაიმარჯვებს, არის მის რუკაში იმდენად ძლიერი კომბინაციები, რომ წესით უნდა გაიმარჯვოს ყველა ვარიანტში. თუ ეხლა იმას არ გავითვალისწინებთ, ანუ მე მართლა ბოლოს აღარ ვიცი, ერთადერთი რომ ორბანის მხარეს არის აი ეს ძირითადი პლანეტები და დიდი შანსი აქვს მას, რომ თან ნეპტუნი მარსის შეერთებით манипуляციით გაძრეს, ხონდ ეს იქნება დროებითი. თუ ორბანი წავიდა გამარჯვებაზე, ეს ძალიან დროებითი იქნება, იმიტომ რომ ურანი აუცილებლად მოცელავს მოულოდნელად, მას აუცილებლად ჩამოაგდებს და ძალიან დიდი რისკი არის, იმიტომ რომ ახლა ტრამპის ტყუპი არის და მასთანაც მიდის ახლა ეს ურანი ტრანზიტული და მასაც შეარყევს სერიოზულად და უკვე იგრძნობა ის ენერგიები ტრამპთანაც, ხო, გარკვეულწილად, მაგრამ მას არ აქვს ესე უშუალოდ ასპექტები ჩართული, როცა ურანის კვადრატურა არის, მარსი ურანის კვადრატურა არის, ეს უკვე ძალიან ქმნის ორბანის რუკაზე დროებითობას. თუ იქნება ახლა წარმატება, ეს იქნება ძალიან დროებითი. და მოუწევს ჩამოვარდნა, თან ურანმა იცის აი ესე უცებ ჩამოვარდნა, სავარაუდოდ თან კორუფციული გარიგებების გახმაურებით, იმიტომ რომ ტყუპები არის და ტყუპები ინფორმაციასთან არის კავშირში, ურანი ტყუპებში, მედიის კუთხით გამოსვლა მისი აი ამ პრობლემების, ანუ მისი შინაგანი ეს მთელი შავი საქმეების, ესე რომ ვთქვათ, და ის სერიოზული პრობლემა შეიძლება მისი იყოს. და ნუ ერთი რა არის იცით ამავე დროს აი ამ ოპოზიციურ ლიდერზე რო ვილაპარაკოთ მაგალითად მას აქვს ეხლა ასევე ახლა ისე რო გითხრათ კომბინაციურად ხო აი ამ ისეთ ტრანზიტებზე რო ვილაპარაკოთ მარსიც 29 გრადუსზე ყავს და მარსის შეერთება აქვს ამავე დროს და მარსი დგას აქ გადასულარი ვერტში მაგრამ მაინც თავარი ეს დრაივი ენერგია ძალიან აქტუალურად აქვს ამ ადამიანს. ანუ ეხლა სერიოზულად აი ეს მარსის ენერგია ბრძოლის ენერგეტიკული ველი აქვს. დრაივი აქვს შინაგანი და უბრალოდ ერთადერთი ის არის რომ ეს ოპოზიციებს რო უკეთებს იქ იუპიტერთან რაღაც არ იყოს ისეთი ბრძოლა მის მიღმა, მის ფარულად მის მიღმა რომელიც შეიძლება არ ჩანდეს. თან სატურნის სუსტი ოპოზიცია. ეს არის კარმულად მნიშვნელოვანი პერიოდი. ხა გულახდეთ რო გითხრათ სატურნის ასწორელები, ხა მეც ეს მყავს ეს სატურნის ასწორში და ვიცი ეს რა ენერგიაც არის. აი თუნდაც პუტინს ყავს სატურნის ასწორში და აი რო ამ სატურნის ადამიანს ვინმე დაამარცხოს, ცოტა იშვიათობა არის ხოლმე, იმიტომ რომ ძლიერი სატურნი ეს არის კარმულად საკმაოდ მყარი ენერგეტიკული ველი ადამიანში, კარიერულ სფეროში. თან როცა იუპიტერი სატურნი შეერთება აქ ამ ადამიანს, ხო? ეს არის ძალიან ისეთი აი როგორ რაღაც არის იცით, რომ იუპიტერი ეს არის წარმატება და გვერდზე სატურნი დამარცხების ენერგია ამ ადამიანს აქვს შინაგანად ისედაც. ანუ ეს არ არის ის, რომ აი ეხლა მე ძალიან მოლოდინში ვიყო წარმატების შრომის გარეშე. არ არის, მას იცის წარუმატებლობის ფასი, დამარცხების ფასი, სავარაუდოდ ძალიან პრაგმატული არის, ძალიან მყარად მდგარი არის, თუმცა ნეპტუნი ქმნის ეხლა ცოტა რყევებს და ეს არის ძალიან მაღალი რისკი. ხა მე იმის ადგილას რო ვიყო, მეცოდინება რომ რაღაც დაფარული ხდება ჩემს ქვეშ, რომელიც მე წარმოდგენა არ აქვს. და აქ ამას მეაქცევდი ყურადღებას. ამავე დროს თვითონ ეხლა უნგრეთის რუკაზე ერთ ძალიან საინტერესო რამ არის. შავი მთვარე უერთდება მზეს, მზე არის ჩვენთან მუნდალურ ასტროლოგიაში ბირთვი ცენტრი ხელისუფლების. ანუ როგორი ლიდერები ყავს ქვეყანას და უცებ შავი მთვარე ჯდება. შავი მთვარე არის დაზიანებული ენერგეტიკის ადამიანი. რაღაც არასუფთა ენერგეტიკა მაგალითად. ანუ სავარაუდოდ უნგრეთის რუკაში უკვე არის სახელისუფლებო ლიდერის პოზიცია
ცოტა ნეგატიურად. ანუ ძალიან თან სუსტი შეერთება არის და ეს უკვე ნიშნავს, რომ აი რამდენად ამ ოპოზიციის ლიდერის ენერგეტიკა, რომელიც ჰელენამზის შეერთებით არის, აი ამ ენერგეტიკასთან მიუშვებენ, ეგეც არ ვიცი. იმიტომ რომ თვითონ აქ აი ორბანის ტიპის ფიგურები მოდიან უფრო ესეთი მზის ხელისუფლებებში. ესე რომ თქვა, ხო, ახლა ტიპს რომ შეხედავ, აი რატომ დაირჩიო, ახლა არის რომ აი 35% უჭერს ხარს, აი როგორ უნდა ირჩიო ადამიანი, რომელიც აი რომ ხედავ, ტიპი არის რომ აი ყველაფერს წაგართმევ, რომ მე ვიყო კარგად, აი ჰაბიტუსია წერია ყველაფერს რომ თავი დაანებო, ხო? და აი მაგას რომ ირჩევ უკვე ეს არის მსელი ლიტის შეერთება რა ქვეყანას. პლუს აქვს იუპიტერი სატურნის ოპოზიცია. მარტივად არ მოსდის ამ ქვეყანას არაფერი. ანუ სადაც არის წარმატება, იქ არის დამარცხება. აი ეს ენერგეტიკული ველი საქართველოსაც აქ რუკაში ოღონდ ვერწყული ლომის ღერზე. და ჩვენ მომავალ წელს გვეწყება ესეთ ზუსტი, ეხლა ამ შემოდგომას დაიწყება უკვე როგორც კი გადავა იუპიტერის დაბრუნება დაგვეწყება ჩვენ. და სხვა შორის ირანსაც იუპიტერის დაბრუნება აქვს ეხლა კირჩხიბში და ხანდახან ამას ძალიან პოზიტიურადაც არ უყურებთ, იმიტომ რომ თან ამათ რუკაში ახლა იუპიტერიც ასეთ ყუპები საკურთხეში არის და ამათაც ოპოზიციას უკეთებს ახლა აი ამ სატურნთან. ამიტომ რაღაც დიდი შანსები ნამდვილად აქ ქვეყანას იუპიტერის დაბრუნება აქვს, მაგრამ რამდენად არის ირიმსად გაფართოებისთვის, აი მათ უკვე სატურნი, ნეპტუნი, ასევე როცა ოპოზიციას უკეთებს იუპიტერს, ანუ ფაქტიურად ენერგეტიკულ დონეზე იმეორებს ოპოზიციის ლიდერის რუკა ამ ქვეყნის აი ამ იუპიტერი ნეპტუნის კომბინაციას ეხლა. და ძალიან მაინტერესებს მართლა რა იქნება. იმიტომ რომ თვითონ ეხლა აი ისე რომ გითხრათ, კარმული კვანძები ზუსტად ემთხვევა, ხა აღმავალი კვანძი ლომში ყავს უნგრეთს და აღმავალი მერწყულში და საპირისპირო კვანძები აქვს ოპოზიციის ლიდერს. ანუ კარმული კვანძებით და ბედით ეს ადამიანი სავარაუდოდ ძალიან მიჭეჭული არის, ანუ ძალიან ახლოს არის ამ ქვეყნის ენერგეტიკასთან, რომელიც ასევე ძალიან მაღალი შანსი არის, რომ ეს ადამიანი უფრო მოვიდეს ხელისუფლებაში. თუმცა ხო გავიგეთ, მე თვითონაც აი ზუსტად არ ვიცი, ახლა ადრე როცა არჩევნები იყო კამალა ჰარისსა და ტრამპს შორის, ახლა ძალიან მარტივი იყო, და თქვი კიდეც რომ ტრამპი ყველა ვარიანტში გაიმარჯვებს, კამალა ჰარისი სატურნის პერიოდი ჰქონდა და მთელი ამბები და ეს ძალიან მარტივი სანახავი იყო, მაგრამ ორივე ესეთი ძლიერი ფიგურა არის გარკვეულწილად, ორივეს აქვს მაღალი შანსები. თვითონ ძლიერი ფიგურა ბევრად ძლიერი არის ოპოზიციის ლიდერი და წესით მისი ენერგეტიკა უფრო ახლოს არის ამ ქვეყნის ენერგეტიკასთან და შესაძლებელია მომავალში მაინც გახდეს ამ ქვეყნის მართველი, მაგრამ ორბანსაც ახლა ძალიან სერიოზულად, აი მართლა პირველად ვარ ესე, რომ აი შეიძლება არ წარ ხოლმე ვიდეოს, მაგრამ დაახლოებით ზოგჯერ ხვდები ხოლმე ვისკენ უფრო მეტი შანსი არის. ახლა ორივეს თანაბრად აქვს. ოღონდ აი ძლიერი რუკა აქვს თვითონ ამ პირს ოპოზიციის ლიდერს, მაგრამ აი ფეხსაცმელში რო კენჭები არის, აი ეგეთი რაღაცეები აქვს ახლა და ნახოთ ძალიან სერიოზული ბრძოლა მიდის ახლა ავტორიტარიზმსა და დემოკრატიულ ღირებულებებს შორის ეს პლუტონიანელი თაობა, პლუტონი ლომის და პლუტონი ქალწულის თაობა, ნენელა უნდა წავიდეს და ართმობენ ამ ძალაუფლებას. პლუტონი ლომის თაობა ესენი ავტორიტარული ფსიქოტიპები არიან, რაც არ უნდა დემოკრატები იყვნენ, მაინც პლუტონი არის ჩვენთან ძალაუფლების სიმბოლო და ძალაუფლება ლომში ეს რა არის, ინდივიდების ხელშია მხოლოდ ძალაუფლება. ქალწულში პლუტონი ეს იყო, რომ ტექნოკრატიული, ანუ ვინც უფრო ჭკვიანია, ვინც უფრო მოხერხებული არის, ვინც უფრო სასარგებლოდ უყურებს რაღაცებს, ის უფრო ძლიერი არის და ეხლა მოდის ეს ოპოზიციის ლიდერიც არის თაობა პლუტონისასწორის და ეხლა ზელენსკიც პლუტონისასწორი არის და მათ მოაქვთ ახალი ღირებულებები, რომ ძალა არის პარტნიორობაში, ურთიერთობებში, სამართლიანობაში, ხო? და ესეთი გადასვლები ძალიან მტკივნეული არის, როგორც წესი. ვისაც კი შეხედავთ ახლა ირანის მმართველობა, ტრამპიც, პუტინც, პლუტონი მორის ლომის თაობა არის და მას კი თუნდაც ეს ორბანი პლუტონი ქალწულის თაობა, ტექნოკრატები. და ნენელა უნდა შეიცვალოს საერთოდ ენერგეტიკა. და აი ამ ენერგეტიკულ ბრძოლაში ძალიან ხანგრძლივი არის, ხოლმე ართმობენ
ძველი თაობა როგორც წესი, ენერგეტიკა, იმიტომ რომ ეს არ არის უბრალოდ როგორც ფიგურები, ხო, ტრამპი და აქ არის უკვე ეგრეგორულ დონეზე, რომ მთელი მსოფლიო უნდა გადახტეს ახალ ღირებულებებზე, ხო? და ესენი არ თმობენ, არ მიდიან უბრძოლველად. მე ხა უფრო ამ სცენარს უყურებ, შეიძლება ცოტა ხანი გაგრძელდეს ეს ბრძოლა, იმიტომ რომ პლუტონი ახლა მერწყულში არის და ოპოზიციას ურტყამს ამ პლუტონ ლომის თაობას და პუტინის შექმნილი არის და ეს ტრამპიც რატო არის ამ ორბანის მხარეს, რომ ავტორიტარული რეჟიმი, სადაც მე ხალხი მჭირდება, ქვეყანა მჭირდება იმის გამო, რომ მე ჩემ ბიზნესები დავალაგო, ეს ძველი თაობის ღირებულებათა სისტემა არის. ნელა უნდა გადავიდეს უფრო საზოგადოებრივ სამართლიან ღერძზე მსოფლიო. და ამის ბრძოლას უყურებთ ახლა რეალურად ჩვენ და რა თქმა უნდა მე უფრო ეს ზოგადი პროპაგანდა რო არის შექმნილი, რომ მართონ ესეთი საზოგადოება, რომელიც ახლა ვერ ერკვევა, ხო, ახლა მე რო იქნთან მივიდე რაღაც თემაზე, ძალიან ადვილი არის, რომ მან ახლა არასწორი მხრივ წამიყვანოს, იმიტომ რომ ვერ ერკვევი, ხო, თქვა იმ სამედიცინო სფეროში, ეგრე არის პოლიტიკაში, ვინც ახლა ვერ ერკვევა, ძალიან ადვილი არის მათი მართვა, ხო, ესე რო თქვათ და შესაბამისად იყენებენ ესეთ ხალხს თავიანთი პირადი კეთილდღეობისთვის და არა საზოგადოებრივი კეთილდღეობისთვის. აი ეს სისტემა უნდა შეიცვალოს, მე მგონი, და ამისთვის სერიოზული ბრძოლა მიდის და თუ ახლა მაგალითად ორბანი მაინც გაწურება, ეს არ იქნება ხანგრძლივი და ეს არ იქნება სტაბილური. ეს ძალიან სწრაფად მიიყვანს მას ან სასამართლომდე, ან სერიოზულ პრობლემებამდე, მე ესე ვფიქრობ. ნახოთ რა იქნება, წარმატებები კი მინდა უსურო უფრო ცივილიზებულ მსოფლიოს და უფრო ესეთ ღირებულებებთან, საზოგადოებრივ ღირებულებებთან მდგომე მსოფლიოს და არა ავტორიტარულ მსოფლიოს, სადაც ადამიანები უბრალოდ რესურსები არის გამოსაყენებლად, ხო? წარმატებები დროებით, მეგობრებო, წარმატება და გამარჯვება ევროპულ უნგრეთს, ესე რა ვთქვათ. და მერეკება ჩვენს ქვეშველოს და გავავიდეთ აი ამ ავტორიტარული რუსეთის ხელიდან, კლანჭებიდან, ესე რომ ვთქვა, დროებით.